ადვოკატირებას ვეწევი, ასე ვთქვათ, ფართოდ, რომ ევროკავშირის დროშებით და ამერიკის დროშებით არ უნდა აპროტესტებდნენ რა საქართველოში და პირველ რიგში რეჟიმი მყარდება. ეს არის პრობლემა და არა რუსული რეჟიმი მყარდება თუ თურქული რეჟიმი მყარდება თუ დასავლეთი არის თუ ეს ამოსავალი ეს უნდა იყოს ამოსავალი ჩემი აზრით დემოკრატია რა და ნუ რატო არის ეს ხო რომ რა ვიცი ბაზები ყავდა რუსეთს აქ ხო რამდენი და არც გაუყვანია ცხელი ძაღლი გავიხსენოთ აგერ ხო შესანიშნავი მაგალითი ანეკდოტური იყო უკვე რომ როგორ ინიშნებოდა ანუ მოსკოვიდან პირდაპირ მინისტრები როგორ იყო ინფილტრაცია ყველა ორგანოში რომელიც ეხაც მიმდინარეობს დარწმუნებული ვარ სახიფათო თემა არის ეგ რამდენად ინფილტრირებული არის დღეს თუნდაც ჩვენი უშიშროება და ასე შემდეგ ეს ახლა არავინ არ იცის და ძალიან რთული საკითხი არის და აქედან გამომდინარე მიიღო ამან რაღაც ტიპის ანუ უფრო აი ესეთი დასავლეთმა უნდა გვიშველოს ხო რაღაცნაირი აი ესეთი ფორმა და ეს დასავლეთის წარმოდგენა რაღაცნაირად აი არ ვიცი რა იმას ვადარებ ხოლმე ბეჭდების ბრძანებელში ბოლოს რო ის არწივები რომ მოფრინავ ეს არწივის ანალოგია ძალიან მომწონს რა და ის ლავა რო არის და ეს ფროდო და თავისი ის რო არიან და ფროდო და ბიჭები რო იწვევიან რა უკვე რა და რო მოუვატა რაღაც ლამაზი მუსიკის ფონზე რო წაიყვანს დასავლეთში მე ევროპული ღირებულებები დემოკრატია ამისი მომხრევა რა კიდე ვაფიქსირებ ანუ იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ლიბერალებს რო თავი მოუვაწონო სიტყვაზე ან რაღაცა არა იმიტომ რომ ესე მიმაჩნია სწორად რა და პირიქით ანუ იმიტომ რომ ყველას ვაჩვენო ვინც ხანაირად ფიქრობს რომ ხო მე ასე ვფიქრობ და მე ამ პოზიციას დავიცავ და რატო და ასე შემდეგ ეს შეგვიძლია რომ ამაზე ვიმსჯელოთ რა და პოლიტიკური ბრძოლა შედის ჩიხში უკვე თანამედროვე სამყაროში რა ხო ხდებით რომ ეს მასა ანუ გამოვა ბევრჯერ და მერე განიცდის ფრუსტრაციას იმიტომ რომ პოლიტიკურ ცვლილებაში ეს ვერ ითარგმნება ორბანი ტრამპი პუტინი ის რაღაცა არის რაღაცა ტიპის სტრონგმენი რა ხო და ეხლა მე არ ვიზახი რომ ესეთი ტიპის სტრონგმენი უნდა გავაჩინოთ ჩვენ და ვიღაცა ოლიგარქი და რაღაცა ის რა ხო ხდები მაგრამ ამას უნდა დაუპირისპირდეს ანუ ქარიზმატული ლიდერი არ გულისხმობ იმას ფაშას და ბელაც და რაღაცას ხო ანუ რაღაცა შეიძლება ის ადამიანები იყვნენ შეიძლება ადამიანი იყოს მაგრამ რაღაცა ლიდერები რა რომელიც ანუ ამ ხალხის ნებას და ლეგიტიმაციას აძლევს ანუ ეს ხალხი აგდებულად კი არ უყურებს მათ შორის ანუ ეს პროცესები როგორც ვითარდება მსოფლიოში ეს აჩვენებს რომ ეს დეცენტრალიზებული მასის რაღაცა ლამაზი სურათი და ასე შეგვიძლია მოძველდა რა უფუნქციო არის უკვე საბოლოოდ რა გინდა ბოლო რა გინდა და რა უნდა საით უნდა წავიდეთ რა